მოგეხსენებათ ხარების დღესასწაულზე ყველა მოქმედ ტაძარში აღევლინება საღვთო ლიტურგია. სიონის საპატრიარქო ტაძარში წირვას აღასრულებს საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო, წმინდა სინოდის წევრებსა და სხვა სასულიერო პირებთან ერთად საღვთო ლიტურგია 10 საათზე დაიწყება. ჩვენი ჟურნალისტი ნინო გელაშვილი იმყოფება ახლა ადგილზე და შემოგთავაზებთ მასთან ჩართვას. ნინო, დილამშვიდობისა, პირდაპირ ეთერში ხარ, ხარებას გილოცავ, ნინო. უკვე სამზადისი არის ლიტურგიის ელენე, დილამშვიდობისა, გილოცავ ხარების დღესასწაულს და მიულოცავ დილამშვიდობისა ელენე, კიდევ ერთხელ გილოცავ ხარების დღესასწაულს და მიულოცავ ჩვენს მაყურებელს. როგორც თქვენ აღნიშნეთ, ჩვენ ახლა სიონის საპატრიარქო ტაძრის ეზოში ვიმყოფებით, სადაც სულ მალე სადღესასწაულო საღვთო ლიტურგია დაიწყება. ღვთისმსახურება საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო, წმინდა სინოდის სხვა წევრებთან და სასულიერო პირებთან ერთად აყავლეს. როგორც ისიც, სიონის საპატრიარქო ტაძარში არის დაკრძალული უწმინდესი და უნეტარესი სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი, მცხეთა თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი ილია მეორე. 22 მარტის შემდეგ აქ ხალხის ნაკადი არ წყდება და უამრავი ადამიანი მოდის იმისთვის, რომ უწმინდესის ხსოვნას პატივი მიაგოს. ასევე წირვა-ლოცვის დასრულების შემდეგ დღეს ტრადიციულად უწმინდესის ხსოვნისადმი პანაშვიდი აღევლინება. ჩემთან ერთად ახლა არის სიონის საპატრიარქო ტაძრის მღვდელმსახური და თბილისის სასულიერო სემინარიის დეკანი მღვდელი გიორგი ვაშალომიძე. მამა გიორგი, დილამშვიდობისა, გილოცავთ ხარების დღესასწაულს. ამ დღის მნიშვნელობის შესახებ რომ გითხრათ. კი ბატონო, დილამშვიდობის ღმერთმა დაგლოცოთ, გილოცავთ დიდი სიყვარული და პატივისცემით. სრულიად საქართველოს დღეს მართლაც ძალიან მნიშვნელოვანი დღე გახლავთ. დღეს არის დღე, როდესაც დასაბამი დაედო ჩვენს ხსნას, დასაბამი დაედო ღვთის განკაცებას. მოგეხსენება თქვენ, რომ აი ლუკას სახარების თანახმად მთავარანგელოზი გაბრიელი განეცხადება ყოვლადწმინდა მარიამს და მას ახარებს, რომ მის წიაღში ჩაისახება კაცობრიობის ხსნელი. და ეს დღესასწაულის ეს სახელწოდება ხარება სწორედ აქედან მომდინარეობს, რომ მან ახარა გაბრიელ მთავარანგელოზმა, რა თქმა უნდა, ღვთისნებით საღვთონება გაუმხილა და ახარა ყოვლადწმინდა დედას, წმინდა გრიგოლ ნევოკესარი, რომელსაც აქვს საგანგებო ჰომილია ამ დღესთან დაკავშირებით, ბრძანებს, რომ ეს არის დღე, როდესაც ღმერთის განკაცებას დაედო დასაბამი, რათა კაცი დააბრუნოს პირველ პატივში. მე და სწორედ თქვენ აღნიშნეთ უკვე, რომ სწორედ დღევანდელ დღესთან დაკავშირებით სიონის საპატრიარქო ტაძარში საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე მეუფე შიო სინოდის წევრებთან, სამღვდელოებასთან და მორწმუნე საზოგადოებასთან ერთად აღავლენს საღვთო ლიტურგიას სიონის საპატრიარქო ტაძარში. აქვე ვიტყვი, რომ ეს პირველი ხარებაა, როდესაც ჩვენი უწმინდესი პატრიარქი გარდაცვლილია და ერთი მხრივ თავისთავად ცხადია მწუხარებით ვართ ყველანი ახსავსენი, მაგრამ მეორე მხრივ მის უწმინდესობას ეს დღე ძალიან უყვარდა, მოგეხსენება თქვენ და მისი დღის მადლი შეეწიოს მისი უწმინდესობის უკვდავსულს, შეეწიოს სრულიად საქართველოს და სრულიად სოფლიოს. გილოცავთ დიდი სიყვარულით, ღვთისმშობელი გეწეოდეთ და გვარავდით. მამაო, მე როგორც აღნიშნე, უწმინდესის სულის მოსახსენებელი პანაშვიდი 40 დღის განმავლობაში ყოველდღიურად აღევლინება, ხო? დიახ, სიონის საპატრიარქო ტაძარში 10 საათიდან, ესე იგი უკაცრავად დილის 10 საათიდან საღამოს 8 საათამდე უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს სიონის საპატრიარქო ტაძარში პანაშვიდები, გარდა იმ მონაკვეთებისა, როდესაც იცით, რომ სიონში ყოველდღიურად მსახურებაა და გარდა ამ მსახურებებისა უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს მისი უწმინდესობის სულის მოსახსენებელი პანაშვიდები და ასე გაგრძელდება 40-მდე. ძალიან დიდი მადლობა. როგორც მამა გიორგიმ აღნიშნა, პირველი ხარების დღესასწაული არის დღეს, როდესაც უწმინდესი ჩვენს გვერდით აღარ არის და თქვენ როგორი ემოციით ხვდებით ამ დღესასწაულს? პირველ რიგში მოგესალმებით ყველას. უწმინდესი ყოველთვის ჩვენთან არის, ჩვენს გულებში არის და ძევიდან ლოცულობს ჩვენზე. მე მინდა მთლიან საქართველოს მიულოცო ეს ბრწყინვალე ხარების დღესასწაულს. მე მინდა რომ სიკეთე, ღვთისწყალობა, გახარება მიულოცო მთელ საქართველოს, მთელ
მართლმადიდებლურ სამყაროს და მინდა განსაკუთრებულად მიულოცო დღევანდელ დღეს არიან დაბადებული ორი პიროვნებები, ეს არიან ჩემი გაზრდილი ბავშვები. ერთი არის დედა ანასტასია და მეორე მარიამი, რომელიც მოღვაწეობენ ამერიკაში. და დიდი პატივცემი და დიდი სიხარულით მინდა მიულოცო დღეს და თქვენ გილოცავთ თქვენს ტელევიზიას და თქვენს ყველა იმ მუშაკს, რომელიც მონაწილეობს ამ ყველაფერში. მერთმა დაგლოცო და გაგაზრდილოთ, გაიხარეთ. მადლობა. ჩემთან ერთად ასევე საპატრიარქოს ჩოხოსანთა საზოგადოების ხელმძღვანელის მოადგილე ზვიად ცეხნიაშვილი გახლავთ. ბატონო ზვიად, გილოცავთ ხარების დღესასწაულს. თქვენ რას გვეტყოდით ამ დღის მნიშვნელობის შესახებ? მეც გილოცავთ, ნამდვილად ჭეშმარიტი ხარება ამ დღეს სიხარულია ყველგან, იმიტომ რომ მაცხოვრის მოვლინება ჩასახვა აუწყა მთავარანგელოზმა კაცობრიობას, სრულად მართლმადიდებლურ სამყაროს. ნიშნულობა ჩვენთვის განსაკუთრებულია, ჩვენმა ტკბილმა პატრიარქმა იცოდა ხოლმე, რომ ამ დღეს ჩიტი ბუდეს არ იკეთებსო, ყველა არაერთხელ აღუნიშნია ეს. მამა მწყინვალე ტახსნა, მამა გიორგიმ ამის მნიშვნელობა მე უბრალოდ დავამატებდი ერთს, რომ ხარება დღეს 1625 წელს ქართველთა ლაშქარმა გიორგი სააკაძის ხელმძღვანელობით გაწყვიტა შახაბაძის 30,000-იანი ჯარი, რომელთაც უნდათ ქართკახეთის გადაშენება და საქართველოს ამოწყვეტა. აი ჭეშმარიტი ხარება დადგა მაშინ ზუსტად და ქართველმა ხალხმა ერთ-ერთი გამორჩეული ხარების დღესასწაული იზეიმა. კიდევ ერთხელ ულოცავ ჩვენ სრულიად საქართველოს, ულოცავ ჩვენს უწმინდეს პატრიარქს, რომელიც შეიძლება ფიზიკურად არ არის ჩვენ შორის, მაგრამ დარწმუნებული ვარ აქ გვესწრება და ჩვენთან იქნება. და ბედნიერები ვართ, რომ მან გვასწავლა არა მარტო ხარების მნიშვნელობა, არამედ ნებისმიერი საეკლესიო დღესასწაულის განცდა გაგვიჩინა და ესე იქნება ბოლომდე ვიდრე პირში სული გვიდგას. ძალიან დიდი მადლობა. გილოცავთ დღევანდელ დღეს. მადლობა თქვენს გილოცავთ სრულიად საქართველოს თქვენს ტელევიზიას ხარების წვიმვალ დღესასწაულს, როგორც აღნიშნეს უკვე 2000 წლის წინ მთავარანგელოზმა გაბრიელმა ახარა ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს, რომ იყო კურთხეული დედათა შორის და შობდა მესიას, შობდა ქრისტეს და შემდეგ ასეც მოხდა და დღეს უკვე აგერ 2000 წელზე მეტია ვზეიმობთ ყოვლადწმინდა ქალწულის ხარებას. გილოცავთ თქვენ კიდევ ერთხელ და სრულიად საქართველოს. დიდი მადლობა. თქვენ ზარების ხმა გესმით, რაც იმას ნიშნავს, რომ სულ ცოტა ხანში სიონის საპატრიარქო ტაძარში სადღესასწაულო საღვთო ლიტურგია დაიწყება, რომელსაც საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო წმინდა სინოდის სხვა წევრებთან და სასულიერო პირებთან ერთად აღავლენს. წირვა-ლოცვა 10 საათზე დაიწყება და როგორც უკვე აღვნიშნე, მის დასრულების შემდეგ უწმინდესის ხსოვნისადმი მიძღვნილი პანაშვიდი აღევლინება. დიდი მადლობა ნინო ჩართვისთვის, კიდევ ერთხელ გილოცავ ხარებას, ულოცავ სრულიად საქართველოს.